გაუქმდა ბათუმიდან რუსთავში გადავინაცვლებთ ცოტა ხნის წინ მეცხრე არხის რეპორტიორებმა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მომავალი სპეცრაზმის ავტომანქანები შენიშნეს. თამარ გოგესაშვილი გვერდდება რუსთავიდან ეთერში. თამარ, ხომ არ ქონდა საშუალება გადაგემოწმებინა რა მიზეზით გამოჩნდნენ ქუჩაში სპეცრაზმელები? მას შემდეგ რაც რუსთავში საარჩევნო უბნები დაიხურა, ჩვენ ხმის დაცვის პროცედურას რამდენიმე უბანზე ვაკვირდებოდით. სწორედ ამ დროს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დიდი სისწრაფით მოძრავი პიკაპის ტიპის რამდენიმე ავტომობილი შევამჩნიეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ავტომობილების მობილიზება რუსთავში არსებულ ბაზაზე მოხდა. მათგან 15-მდე ავტომობილი თბილისის მიმართულებით გაემართა. ნაწილი კი ამ დრომდე ბაზაზე რჩება. ასევე იმჩნევა საპატრულო პოლიციის მობილიზებაც, თუმცა ამ დროისთვის რუსთავში სიმშვიდეა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ხმის დაცვის პროცედურა მშვიდვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება განწყობას, ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ისინი დროშებით, შეძახილებითა და საყვირებით არჩევნების წინასწარ შედეგებს ზეიმობენ. მადლობა, ეს იყო პირდაპირი ჩართვა რუსთავიდან.